წუთებში ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს თავმჯდომარის გარეშე. სწორედ ლევან ხაბეიშვილის დაკავების გამო ჩანიშნულ შეკრებაზე თანაპარტიელები სამოქმედო გეგმას განიხილავენ. პარტიის ოფისში იმყოფება პაატა ბურჭულაძე, რომელიც დაპატიმრებული ხაბეიშვილის მსგავსად 4 ოქტომბრის აქციის თანაორგანიზატორია და დაკავებას არც ის გამორიცხავს. საბჭოს სხდომის დასრულებამდე პარტიის ლიდერები ჯერჯერობით საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ. რუსთაველის გამზირმა, მოძრაობა რუსთაველის გამზირმა დაიწყო თავისი ქმედებები, მაშინ ჩვენ შევთავაზეთ სულ ყველას, რომ მობრძანებულიყვნენ და ჩვენ ერთად მიიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ღონისძიება იყო მაშინ და იმის მერე ძალიან ბევრი პარტია შემოგვიერთდა და ბევრი დარჩა, სხვათა შორის ბევრი პარტიის წევრი. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამაში იყო ლევან ხაბეიშვილი, როდესაც ლევანს მოქონდა მთელი ჩვენი ინფორმაცია ნაციონალურ მოძრაობაში. ასევე იყო მურცა ზოდიელავა, რომელსაც მიქონდა მთელი ისა ახლებში, ისე დაკავებულია. ასევე იყო სხვადასხვა ლელოს წარმომადგენელი იქნება თუ გახარიასი. ეს შედგა ასეთი შეხვედრა და მე გავაცანი ეს გეგმები უკვე რას აპირებს რუსთაველის გამზირი ნაციონალურ მოძრაობას, ასევე მექნება შეხვედრა სხვა პარტიებთან. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ვიცით რა აბსურდულ თემაზე დაჭერილი ლევანი.